აქედან მინდა ახლა პასუხი გაგცეთ იმ კატეგორიას რა, ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პერსონებს, რომელიც გამოდიხართ აქ და აპრავებთ გომელაურის შვილს, თურმე გომელაურის შვილი რო დაინიშნა გერმანიაში, საქართველოს საკონსულოში, საელჩოში მაპატიეთ რაღაც თანამდებობაზე და სერიოზულ ფულს წველი საქართველოს ბიუჯეტს, თურმე კარგი რო ყოფილა ეს და თურმე ეს გომელაურის ქალიშვილის პირადი ცხოვრება რო არის. ვაი თქვენს პატრონს, თქვენ გამправებლებო, ჯერ ერთი ენას კბილი დააჭირეთ, კი უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც სისტემის თანამშრომლები ხართ და კონკრეტულად ძალოვანი უწყების თანამშრომლები ხართ და მაქედან ყვირილი, ლანძღვა ეს სხვანაირად ფასდება, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის ოპოზიციურად გამოთქმული აზრი. ეს არა ანტაგონისტურად გამოთქმული აზრი. საქართველოს საელჩო არ არის გომელაურის პირადი საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ ჩაგდებული გაქვთ ხელისუფლება ხელში და აკეთებთ მიტაცებული ხელისუფლების უზურპაციას და რაც შეეხება გომელაურის შვილს და მის ანაზღაურებას, ეს არის ცალმხრივად ნეპოტისტური დამოკიდებულება. კრიმინალი და კორუმპირებული იზორიას ბუნაგში, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრმა გადანიშნა თავისი შვილი, გადამალა რაღაცა სკანდალების გულისთვის, პირადი სასიყვარულო სკანდალების გულისთვის, იმაში რა ქვია, საქართველოს საელჩოში გერმანიაში, რომ იქ ვიღაცა არ მიწვდას და არ უქნას. ამაზე მეტი საზიზღარი და ამაზრზენი სახელმწიფოსთვის, რომელიც ძირს უთხრის მის სიძლიერეს, არაფერი არ არსებობს. ხო და ეს არ არის გომელაურის შვილის პირადი ცხოვრება რა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს კრიტიკას კი არ ექვემდებარება მარტო ესა სისხლის სამართლის დანაშაული და ამის ჩამდენი პირი, როგორც იმ კრიმინალის მიმღები, ჩვეულებრივ კრიმინალია გომელაურის შვილი, როგორც მამამისი, ისევე ვინც მას უფლება მისცა დასაქმებული იყო იქ და ეს არის ლევან იზორია, რა გააკეთა მაგან საქართველოს სხვადასხვა თანამდებობებს სააკაშვილის დროიდან მოყოლებული ეს ვირთხა თანამდებობაზე იყო და მერე თავდაცვის მინისტრად ყოფნისას რაც ჩაიდინა, ეს არის ცალკე სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც არ შეფასებულა და არც შეფასდება მანამდე, სანამ საქართველოში არ აღდგება სამართლიანობა და რო აღდგება სამართლიანობა, გომელაური თვითონ, მისი ეგრეთ წოდებული ქალიშვილი და თვითონ იზორია ერთად იქნებიან დასაჯენი სასამართლოში და პასუხი ექნებათ გასაცემი ამაზე სისხლის სამართლებრივად. პასუხი ექნებათ საგები, გასაცემი თუ არა. პასუხი შეიძლება გასაცემი კონდეს კითხვაზე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოს წინაშე არ არის ვალდებული. ასე რომ დაფიქრდით, ბიძია, ცოტა რას ამბობთ, ამ ქვეყანაში 2.800.000 კაცი გაყარეს ემიგრაციაში სხვადასხვა მოტივებით და 800 ბავშვი გაეროს მონაცემებით შიმშილით კვდება და ამ დროს გომელაურის აგზნებული ქალიშვილი საქართველოს საელჩოში გერმანიაში სრულიად არაკომპეტენტურად მილიონებს ჭამს. ამ გაღატაკებული მათხოვარი ხალხის კისერზე, სადაც 800 ბავშვი შიმშილით კვდება. ეს არის ოფიციალური განცხადება, ვისაც სადაც უნდა იმას როგორც უნდა ისე უპასუხებ. არანაირი პრობლემა არ აქვს და როდესაც საქართველოში ჩამოვალ, თითოეულ თქვენგანს ვნახავ და პირადად გავცემ პასუხს და სხვადასხვა კანონიერად და არა ისე ქუჩაში, როგორც თქვენ გახასიათებთ. ასე რომ ყველა თქვენგანი, ვინც ცდებით ჩარჩოებს, კანონიერ ჩარჩოებს, მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამართლით მოგთხოვთ პასუხს. არ იქნება პრობლემა და დანარჩენი ახლა რა უნდა ვილაპარაკო, საქართველოს მოქალაქეები, ვინც არიან გერმანიაში, თვითონ დამიდასტურებენ ამას, როგორ იქნა მათი უფლებები დაცული მარტო ის გაიხსენეთ მარწყვის საკრეფად რო წაიყვანეს, ნახევარ საქართველოს რო ქონდა, უმუშევარ საქართველოში სურვილი რო გაქცეულიყო გერმანიაში, მაგათ რო ეგონათ ბავარიულ ლუც დაალევიებდნენ იქ და მერსედესის დაგულავებდნენ. პრეცედენტი არ მომხდარა რა, საქართველოს მოქალაქეებთან ისეთი დანაშაული მოხდა გერმანიაში, ასე ტრაფიკინგით მსხვერპლად წაყვანილ მოქალაქეებთან, თვითონ გერმანელებიც კი გაიფიცნენ, საფრთხე არისო ჩვენი შრომის უფლებებისთვისო. გახსოვთ ხო, ყველაფერს წაკუზული რო აკრეფიებდნენ იქ მარწყვის. სად იყო გომელაურის შვილი, საელჩოში დასაქმებული, რა გააკეთა იმისთვის, რომ ან მისი პატრონი, მისი შეფი იზორია სად იყო, რომელი საქართველოს მოქალაქის უფლება იქნა დაცული. მანამდე სანამ გერმანიის მოქალაქეები არ დადგნენ ფეხზე. ეს არის მწარე რეალობა და რამდენი ასეთი წურბელა გვეყოლება კისერში და სისხლის ამომწოვი, ხო? იმდენი რთული იქნება ჩვენი ცხოვრება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. როგორც არის ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ინტერესი დაცული, აი ისე არის ქვეყნის გარეთ დაცული მოქალაქეების ინტერესი და ეს არის
ეს არის კლასიკური მაგალითი და შედეგი მამების, შვილების, ბიძების, მეგობრების მიერ ჩადენილი სისხლისამართლის დანაშაულისა, რომლებსაც ოკუპირებული ყავთ საქართველოს ხელისუფლება. ამის თქვა მინდოდა სულ.